დღემშვიდობისა ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში იწყება ინტერაქტივი. მე ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ვარ და ამ დროიდან ტრადიციულად მოგისმენთ თქვენ მაყურებლებს და რადიომსმენელებს, რომლებსაც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 557 88 55 88. კვლავ აქტუალურია ფასების საკითხი, ამიტომ დღეს ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ და გვესვა მაყურებლებისთვის და რადიომსმენელებისთვის ასეთი შეკითხვა. რას უპასუხებთ ხელისუფლებას, რომელიც გვარწმუნებს, რომ საქართველოში ფასები ბევრად დაბალია, ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებში, ხოლო წამლები მკაფიოდაა გაიაფებული. შეგახსენებთ, რომ სახელისუფლებო მედიამ ამ დღეების განმავლობაში მოამზადა არაერთი რეპორტაჟი, სადაც ქართული და ევროპული ფასები შეადარეს ერთმანეთს და საბოლოო დასკვნა გამოიტანეს, რომ საქართველოში თურმე ფასები ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის წამყვან სახელმწიფოებში. მათ კურსი პირდაპირ გადაიყვანეს და არასწორად დათვალეს, ბუნებრივია მონაცემები, მაგალითად თუ ევროპაში ღირს 1 კილოგრამი ხახვი 2 евро, მათ გადაიყვანეს ეს ლარებში და თქვეს, რომ ეს 6 ლარია და საქართველოში თურმე სიიაფია, რადგან ხახვი არის შედარებით იაფი ევროპის ქვეყნებთან შედარებით. კურსის გადაყვანა გვაძლევს მცდარ მონაცემებს, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპის ქვეყნებში მაგალითად ხელფასები და პენსიები გაცილებით 10-ჯერ, 15-ჯერ მაღალია, ამიტომ შეიძლება ღიად ვთქვათ, რომ სინამდვილეში ევროპაში უფრო იაფია ყველაფერი და სხვა ქვეყნებში, ვიდრე საქართველოში. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში საშუალოდ პენსია 1380 ევროდან 1600 ევრომდეა. ეს რომ ლარებში გადავიყვანოთ, გამოდის, რომ პენსია 5500-5800 ლარი გამოდის ევროპაში და საქართველოში ამ დროს 370 ლარია პენსია. აქედან გამომდინარე, ის დათვლები, რასაც აკეთებს ხელისუფლება და რა კურსსაც წარმოგვიჩენს ჩვენ, არის მცდარი, არასწორი და ძალიან მახინჯი. აგრეთვე უნდა შეგახსენოთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტის წინაშე წარსდგა და სხვა თემებთან ერთად მან განაცხადა, რომ იაფფასიანი სპეკულაციები თითქოს პენსიონერებს მთელი პენსიის მედიკამენტებში დახარჯვა უწევთ, არასწორია. რას უპასუხებდით აგრეთვე ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც გვეუბნება, რომ საქართველოში წამლების ფასი მკვეთრადაა გაიაფებული. პირველი ზარია, გისმენთ? ქრისტიანს ბატონო. ჭეშმარიტად. 25 წელია ამ ქვეყანას ანგრევენ. სულიერად, მატერიალურად, ფიზიკურად. გასაგებია ხდება ეს ქვეყანა. ეს გასაგებია მოქალაქე და კავშირში გაზრდილების, ნაცები, კოცები, მაგრამ მე რა მაინტერესებს იცით? კარგი ახლა მე 4-ს და ბოგმას უშვებ. კი. შემეცნობუცებ ალბათ, სავარ არ ამგონია, მაგრამ ეს პოლიტიკური პარტიები რო ქვიათ, რას თავაზობენ? აი, რითივებს რიში შევეწინამდებოდ ამ ყველაფერს რა. ხალხს თუ გაინახა აუცილებლად, თუ გამოსულებს მოდიჭი ხებში და რა ვიცი რა. გაყვება ალბათ რა. აი, უბრალოდ თქვენ რა თავაზობენ, რა შეიძლება იცოდეთ სიტუაცია და როგორ. დიდი მადლობა. მადლობთ, დიდი მადლობა თქვენს არისთვის. უნდა წარმოადგენონ, რა თქმა უნდა, ოპოზიციურმა პარტიებმა პროგრამა, სხვათა შორის პატრიოტთა ალიანსს სოციალური და ეკონომიკური ძალიან დახვეწილი და ადამიანის ცხოვრებაზე მორგებული პროგრამა აქვს 557-88-55-88, რას უპასუხებთ ხელისუფლებას, რომელიც გვარწმუნებს, რომ საქართველოში ფასები ბევრად დაბალია, ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებში, ხოლო წამლები მკვეთრადაა გაიაფებული. ეს პროპაგანდა გვესმის ამ დღეების განმავლობაში. ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა ხელისუფლების თქვა, რომ ამ დღეებშიო სხვადასხვა არხებზეო არ წყდება სპეკულაციებიო ფასებთან დაკავშირებით. ესე იგი, სპეკულაციაა ის, რომ ობიექტივის ეთერში მაგალითად რეკავს გაბრაზებული ადამიანი და ამბობს, რომ ეს ფასები უკვე გაუსაძლისი გახდა. სპეკულაციას უწოდებენ ამ ყველაფერს და ჯანდაცვის მინისტრმაც იგივე სპეკულაცია უწოდა ეს სიტყვა, იმას, რომ წამლებიო სულაც არ არის გაძვირებული პირიქით მკვეთრად გაიაფდაო და პენსიონერებს მთელი პენსიის წამლებში დახარჯვა არ უწევთო. იმიტომ რომ იაფია მედიკამენტებიო. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო. ეთერში ხართ, გისმენთ? მე წუხელ რომ იყო იმის შესახებ გირეკავდი და გაითიშა და ვეღარა ვთქვი რა უნდა მეთქვა. ეთერში ხართ ახლა, შეგიძლიათ ბრძანოთ.
ეხლა ეს გადაცემა თუ მიდის არ ვიცი, მაგრამ მაინც გავემეორებ მაინც რაც უნდა მეთქვა. ქალბატონო, თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხართ, თუ რამე სათქმელი გაქვთ, ბრძანეთ. ფასებზე ვსაუბრობთ, ხელისუფლება ამბობს, რომ საქართველოში ფასები იაფია. გაიაფებულია ფასები. ოდიში მე ვილაპარაკებ ახლა, მაგრამ ამახსი არ ამოს გადართული და გადმოვხდა. კარგით, ნახვამდის, გემშვიდობებით, ძალიან დიდი ბოდიში, გადმორთეთ, მოისმინეთ ჩვენი გადაცემის შინაარსი და ხელახლა შეგვეხმიანეთ. პირდაპირ ეთერშია, ობიექტივი, ინტერაქტივი, მორიგი მაყურებელი თუ რადიო მსმენელი, ვიდრე შემოვა ეთერში, მინდა შეგახსენოთ, რომ სახელისუფლებო მედიამ გუშინ ერთ-ერთმა მოამზადა ვრცელი სიუჟეტი, შეადარა ევროპის წამყვანი ქვეყნების და საქართველოს ფასები და ბოლოს დასკვნა გამოიტანა, რომ საქართველოში ბევრად იაფი ყოფილა თურმე მედიკამენტების იქნება გაზის, ბენზინის თუ საერთოდ საკვების ფასები. პირდაპირ მოხდა ევროს ლარებში გადაყვანა, მაგალითად ევროპაში თუ 2 ევრო ღირს კონკრეტული პროდუქტი, ისინი ამბობდნენ, რომ აიო 6 ლარი ღირს ანუო და ჩვენთან კიდევ უფრო იაფი არისო. მხოლოდ შოკოლადში და ბრინჩში დაინახეს პრობლემა, მეტი არა. და შეგახსენებთ იმას, რომ ევროპაში პენსიები და ხელფასები 10 ჯერ უფრო დიდია, მაგალითად საშუალოდ პენსია ევროპის ქვეყნებში 5000 ლარიდან 5800 ლარამდეა, თუ გადაყვანა უნდათ კურსის პირდაპირ, აი გადავიყვანოთ და ახლა შევადაროთ ქართველი პენსიონერის 350 და 370 ლარს ეს. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო, გისმენთ, ეთერში ხართ? კარგად ისმის? კი, გვესმის. მომეწონე. ესენი არიან დასახლებები, წანენი. ოთხალი რომ მიყვეს, ამათ ყველას დახვრიტავდა. გებიცები რა, ყველას და დედაბუდენად ამოვლიტავდა. გვარში გამძირებას არ დაუტოვდა. რაც ნეპალში მოხდა, მე მგონი ის მოხდება მალე. ამდენი ფარისევლობა, ამდენი ნაცრი შეყდა თვალებში. შეიძლება ადამიანები ამდენი გასწვლა, ხოლო საკუთარ ბედნიერებაზეა დადებული და თვითონ რომ ყველაფერია გონია თუ არ გონია თუ კარგად იციან, მაგრამ ფარისევლები უნდა სამარხო მიწაში, ცოცხლად უნდა გამორხოს, უნდა დაინანო მაგათი, ან ცეცხლის ბენზინი გამიას. გასაგებია, არა, გავიგეთ ძალადობრივი განცხადებებისთვის არ არის ეთერი, ჩვენ ამას ვემიჯნებით. გაბრაზება მესმის, ყველანი ბრაზდებით ასეთ სიცრუეზე, რაც გვესმის, რომ ფასები თურმე დაბალია ძალიან საქართველოში, მკვეთრა და მაგალითად მედიკამენტები გაიაფებული, ამას ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, ხოლო ბატონმა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ბოლო თვეებშიო თუ ბოლო ერთ თვეშიო ფასები საერთოდ არ გაზრდილაო. წამოდითო და 10 ლარად გაყიდინებთ რბილ ხორცო, საქონლის ან ღორის ხორცო. 10 ლარად ნახევარ კილოსო, 4 ლარად აგრეთვე კვერცხსო. სათხედავთ თქვენ გაძვირებულ ფასებსო, აი ასეთი რიტორიკით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი. ჩემი აზრით, ფასების შემსწავლელმა კომისიამ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია. აი აპრილის ბოლომდე ჰქონდათ დრო და აპრილის ბოლოა უკვე. რა შეცვალეს. და ახლა რადგან ვერაფერი ვერ გააკეთეს, შეცვალეს პროპაგანდა და გვეუბნებიან, რომ სულაც არ არის ბატონო სიძვირე საქართველოში. მანამდე გვეუბნებოდნენ ამ კომისიის შექმნამდე თავად პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ მთელ ევროპასთან შედარებით სიძვირეაო საქართველოშიო ძალიანო და ამას ჩვენ შევისწავლით და გამოვასწორებთო. და ახლა უკვე გუშინ თქვეს, საერთოდ ევროპასთან შედარებით დაბალიაო ფასები სახელისუფლებო მედიამ. ყოველდღე ცვლიან თავიანთ შეხედულებებს და თავიანთ განცხადებებს. რას უპასუხებდით ამ ყველაფერს? ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. ახლა მე ვისმენთ, რომ სამწუხაროდ გაითიშა, კვლავ აქტუალურია ფასების თემა, არ წყდება ამ თემაზე საუბარი როგორც სოციალური მედიით, ასევე ტელეარხებით, ამიტომ ჩვენ კვლავ უბრუნდებით დღეს ამ საკითხს და მორიგ მაყურებელს თუ რადიო მსმენელს ვუსმენთ. გამარჯობა. გამარჯობა ელია. დიახ. მე ხლაგი ბატონო ამ საკითხზე ვიტყოდი ერთ-ორ სიტყვას, მაგრამ მე სხვანაირად ვაკვირდები ამ საქმეს. ახლა ის ხო ქართველი არ იქნება, ის ხო კაცი არ იქნება, ვინც ოცნებას ხმას მისცეს. ამდენი მოიწყვეს. მოდი ახლა ერთი რამე შევხედოთ სხვანაირად. ამდენი შემოსავალი აქვს მარტო ტრანზიტიდან.
ჩვენ ქვეყანას რას უჩადიან ამ ფულს მე უკვე რამე ეჭობა იცი სახელიო გაიფუჩეს სხვა გზა არ აქვს ერთადერთია ეგენიო სათავეში არ მოვიდნენ უნდა იყო გუდანაბადი და უნდა წავიდნენ აქედან არ მოასვენებენ სხვამთავრო იმდენი აქვს გაფუჭებული გამიგედა ამისათვის გვიკვირს ხოლმე რომ რუსეთთან რატო რა წარმოებენ საუბარს ან აფხაზეთზე ან სამაჩაბლოზე ან იმაზე უყურე რა ხდება ამას ხალხს ხوارეკება ახლა ქართული ოცნება გააძვირა ყველაფერი თუ რამეა სიკეთისკენ არ მიხარო კიდე გაყაროს ხალხი და პლუს აი ერთი წლის მერე დაიმახსოვრეთ შეიძლება მეცოცხალი აღარ იყო ერთი წლის მერე უკვე დაიწყებს რუსეთთან მოლაპარაკებას ვითომ ოღონდ სტატუსი არ გვექნება მადლობ დიდი მადლობა გავიგეთ თქვენი სათქმელი მე გთხოვთ ვიდრე ეთერში შემოხვალთ მაშინვე გამოურთეთ ტელევიზორს ხმა როგორც კი ზარი გამოვა სხვათა შორის თქვენ ამბობთ რომ ხმა არ უნდა მივცეთ ქართულ ოცნებას და აი რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრისგან რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ წინასაარჩევნო მუშაობაო 2 წლის შემდეგ არის არჩევნები მაგრამ უკვე დავიწყეთ მუშაობაო და სერიოზული შედეგით გავიმარჯვებთ მომავალ არჩევანშიო აი არჩევნებშიო აი ასეთ რამეს ამბობენ მორიგი ზარია ეთერში გისმენთ გამარჯობა გისმენთ დიახ გამარჯობა დაგმერაშია თუ იცი დიახ ამ გაწოლველება ახლა სულსკინაბარადა იმედი აქვს ჯერული იმედი გამოიჭებს წასვლისას ეშინიათ ამიტომ ცდილობენ როგორც შეძლო რუსეთში თუ რუსეთში შეცო გადარჩენილი არის ან მაგერი ტყვიასაც ისურია თავის გადარჩენის მიზნით ყველაფერს გააკეთებ ამას არა არ ვერ ჩარჩენების შეცვლი ვერაფერს ვერ შეცვლ თავის ეს საქართველოს დიახ ეგრე შეყობენ თავს რუსეთში ვერ ვეღარაფერს აღარ მოუხერხებთ უკვე მით უაკეთებენ რა ზუსტად ლაპარაკა იმ კაცმა ამდენი რამე აქვს გაფუჭებული იმდენი აქვს მოპარული всё დამთავრდა სასახლეები აქვს გამოფენილი გამოძიებას არ უნდა მაგას იმ გამოფენილია ყველაფერს სიმდიდრე ხო რა უკრეს მისის მოადგილე იყო ესპანეთში ქონა მილიონიან ქონებენ ნაღიძი ჩამოარჩა ეს რაც გავიგეთ ჩვენ და რაც არ გაგვიგია ასე სხვანაირად არა კეთილი დიდი მადლობა გავიგეთ რასაც ამბობთ ბუნებრივია ისეთი манипуляციების ჩატარება იციან არჩევნებზე რომ და იმდენი ფული აქვთ რომ მარადიულად შეუძლიათ დარჩენა ძალაუფლებაში თუ რა თქმა უნდა მასიურად არ გავა ხალხი არჩევნებზე ყველა მოქალაქე არ დაირაზმება და ხმას არ მისცემს მათ წინააღმდეგ სხვანაირად ვერ დავამარცხებთ ამ ვითარებას მინდა გულწრფელად გითხრათ სხვათა შორის პრემიერ-მინისტრმა შეგახსენებთ რამდენიმე დღის წინ თქვა რომ ბოლო თვეებშიო ფასები საერთოდ არ გაძვირებულაო წაგიყვანთ და გაყიდინებთ 10 ლარად 9 კილოგრამ ხორცსო და კვერცხს 4 ლარადო სადხედავთო ბოლო დროს გაძვირებულ ფასებსო და მე შევახსენებდი ქართულ ოცნებას რომ თვითონ სახელმწიფომ გააძვირა ელექტროენერგიის გადასახადი სულ ახლახანს თვითონ გააკეთეს ეს აი ეს ერთი მაგალითი შემიძლია მოუყვანო თუ არიჯერებენ თქვათ რომ სურსათი გაძვირდა ელექტროენერგია ხომ თვითონ გააძვირეს ინტერაქტივი შეკითხვა ასეთია, რას უპასუხებთ ხელისუფლებას, რომელიც გვარწმუნებს, რომ საქართველოში ფასები ბევრად დაბალია, ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებში. წამლები კი მკვეთრადაა გაიაფებული. შეგახსენებთ იმასაც, რომ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ იაფფასიანი სპეკულაციები თითქოს პენსიონერებს მთელი პენსიის მედიკამენტებში დახარჯვა უწევთ არასწორია. რას უპასუხებდით აგრეთვე ჯანდაცვის მინისტრს, რას უპასუხებდით ხელისუფლებას და მის მედიას, რომელიც ამზადებს სიუჟეტებს, ადარებს ევროპულ და ქართულ ფასებს და ბოლოს დასკვნა გამოაქვს, რომ საქართველოში თურმე ბევრად უფრო იაფია ყველაფერი. და კურსი გადახავს არასწორად. შეადარონ ევროპის ხელფასები, ევროპის პენსიები, შემდეგ ქართული პენსიები და ხელფასები და მიხვდებიან, რომ ეს კურსის ასე გადაყვანა ევროს ლარებში გადმოყვანა არასწორია. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. დიახ, მოგესალმებით. ილია უბრალოდ ჯანდაცვის მინისტრ შემისთანა დაავადება ქონდეს, აი რაც მე მაგ გამახსენებელზე ვარ. ერთი ფიზიკალური კონტროლი არის. 12 საათია იმასე. აი ეგარს ეხლა მე ყოველდღე ვთქვი მაგას.
ორი ფირფიტანი და თუმცია. მე კიდე არითმია მას. ბეტალობს კიდე ციგილია. კიდე რამდენი დამიები გვინდა და აი გოგოლოს გვეყო ევროპას რო ედრედიან. ევროპის თემპაქსი მოწევა პენსია მოსწონმაჩი. დიახ. მადლობთ ბატონო. ამოიგდეთ მას. ჯანმრთელობას გესურვებთ, მადლობა თქვენ ზარისთვის. ევროპაში შეგახსენებთ, რომ 1380-დან 1600 ევრომდეა პენსია. ეს თუ ლარებში გადაყვანა უნდათ 5000-დან 5800 ლარამდეა, ანუ პენსია საშუალოდ. ახლა შევადაროთ 370 ლარს. ესე ნუ გადააყავთ ეს კურსი, არასწორია ამ კურსის გადაყვანა ლარში. და შემდეგ ამბობენ უფრო იაფეო და ამ გადაყვანილი კურსითაც კი ბევრად უფრო სიძვირეა სინამდვილეში საქართველო. გუშინ ვნახე ერთ-ერთი ვიდეო ლარნაკაში თუ კვიპროსის რომელიღაც ქალაქში მოკლედ ქართველი გოგონაა ჩასული და იღებს ფასებს. და წვენი რომელიც საქართველოში ღირს 11-12 ლარი ფასდაკლებით, კვიპროსის მაღაზიაში ღირს 1 ევრო და 19 ცენტი. ანუ თუნდაც რომ ლარში გადავიყვანოთ 3 ლარი და 50 თეთრია. და საქართველოში ღირს 11 და 12 ლარი ფასდაკლებით. ეს არის დღეს ჩვენი თემები. მორიგ მაყურებელს თუ რადიო მსმენელს შეუძლია დარეკოს ნომერზე 557-88-95-88. სპეკულაციები არ წყდებაო ფასების თემაზეო. ასე თქვა გუშინ ერთ-ერთმა სახელმწიფო მედიამ. სპეკულაციებია თურმე ის რომ შეწუხებული ხალხი ობიექტივსაც გულისხმობდნენ დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ჩვენს ეთერში ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური თემაა. იმიტომ რომ აწუხებს ყველას, მთელ საზოგადოებას და ჩვენ ამას ხშირად უთმობთ ეთერს და ახლაც აქტუალურია ეს თემა და ვაგრძელებთ ფასების საკითხზე საუბარს, რას უპასუხებთ ხელისუფლებას. გისმენთ? Hello. ეთერში ხართ, ტელევიზორს გამოურთეთ ხმა. ტელევიზორს გამოურთეთ ხმა და დაიწყეთ. Ახლავე. დიახ. რას უპასუხებთ ხელისუფლებას, რომელიც გვარწმუნებს, რომ საქართველოში ფასები ბევრად დაბალია, ვიდრე ევროპის სამყარო ქვეყნებში? ვეღარ ახედავენ, მაგრამ დაბინძური თვალებით უყურებენ, თორე რა დღეშია ხალხი მერთმარიც და რაც შეეხება არჩევნებზე ვიყავით წინა არჩევნებზე და არჩევნების მეც ყველაფერს დავთარ. იმისანა ხელკეთობა იყო და ხალხი იტაცებდა ეს ქოცები, რა თქმა უნდა. ხუჯა ბიულეტინებს და ისეხვიდნენ. რასა? და რა უნდა გააკეთო? ასე იყო, ასე ღიად ეს? არის შუქში ტყვია. არ გინდათ. მე კი ვერაფერი ვერ მოარგულა სამ ხალხს. არ გინდათ, არა, მე მესმის რომ გაბრაზებული ხართ, მაგრამ ვემიჯნებით ყველანაირად ასეთი ტიპის განცხადებას არ შეიძლება ასე ვთქვათ, ჩვენ უნდა მოვძებნოთ რაღაც გამოსავალი, რომ ხელისუფლებას მივახვედროთ, რომ ეს პრობლემები გადაჭრას, სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს, ჩვენც უნდა დავირაზმოთ და არჩევნებზე მივიდეთ და მშვიდობიანი გზით ცვლილებები დავიწყოთ. ყველანი ქართველები ვართ, ისინიც, ჩვენც და ერთმანეთს არ უსურვოთ ასეთი რამ ძალიან გთხოვთ. ზარია ეთერში გაითიშაო მაცნობებენ 557-88-95-88 ეს პირდაპირ ეთერია თქვენ უსმენთ ტელე-რადიო კომპანია ობიექტივს ინტერაქტივი. გამარჯობა, ეთერში ხართ. გისმენთ? დიახ, ისაუბრეთ, ტელევიზორს გამოურთეთ ხმა, თქვენ ეთერში ხართ. დიახ. უმორჩილესად გთხოვთ. კი ბატონო. აი თქვენი ამაძებს კითხვას. როგორ აფასებთ თავის გაცნობ. დიახ. მე აძერმობ ნათხოვნი, მაგათ უჯერა. ჩემმა ტერმა და ტიპა იცი როიღო. აი მან უჯერა მაგათ. ამდენი წყვილები საიდან მოაყვენ დღეს ნერვზე გამოდიოდა ოპოზიციას თვითონ კარგები არიან გადასხარები ტიპები ზარხვარო გამოდიოდა ასეთი კაპულები ხოს იმიტომ ჩვენი საქმე კარგად ან რაცლაბაღო სადაა პენსიონერ სადაპენსიონერების სამალი ისეთი კაპული ღმართ მოხუცებული არა ხუთასი კრისკაცი ერთიანი სწორი ხარ არასწორი მაგის მადლობ, დიდი მადლობა ჩემო ბატონო. გავიგეთ მთავარი სათქმელი თქვენი.
მადლობა. თქვენ იცით, რომ განცხადება მინდა პატარა გავაკეთო, ტელერადიო კომპანია ობიექტივი ძალიან ძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. მთელი იმ წნეხი შედეგად, რაც ამ წლების განმავლობაში გამოიარა ტელევიზიამ, საარსებო სახსრები ამ ტელევიზიას, რომ უბრალოდ ეთერი გადარჩეს, ეთერი შენარჩუნდეს უკვე აღარ აქვს, ეთერში მიდის პარალელურად ჩვენი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც შეგიძლიათ მხარდაჭერა გამოთქვათ, რომლის გამოყენებითაც თუ გსურთ, რომ სიმართლის ხმა კვლავ ისმოდეს, მე მინდა ბატონ თამაზი გვარს არ ვასახელებ, არ მაქვს მისგან უფლება, მცირედი შემოწირულობა გააკეთა ამ ბატონმა ჩვენს ანგარიშზე და მადლობა მინდა უთხრა ბატონ თამაზს კიდევ ერთხელ აი ამ გულთბილი ჟესტისთვის და ობიექტივის მხარდაჭერისთვის. ზარია ეთერში გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? დაიწყეთ საუბარი, პირდაპირ ეთერში ხართ. კარგი, დავემშვიდობოთ უნდა სამწუხაროდ არ ისმის თქვენი ხმა, უпроსტოდ არ საუბრობთ და როგორ გავიგონებთ. გთხოვთ რომ კარგად მოემზადოთ ეთერში შემოსვლის წინ. როგორც კი ზარი გამოვა ნომერზე, სასწრაფოდ გამოურთეთ ტელევიზორს ან რადიოს ხმა. სხვა შემთხვევაში ვერ გავიგონებთ ერთმანეთის საუბარს. ტელევიზორის ხმა გადაფარავს ტელეფონში ჩვენს კომუნიკაციას. ზარია, გისმენთ? გამარჯობა ჩემო ბატონო, გისმენთ? ხშირად ისე დამთავრდება თქვენი გადაცემა ვერ გავდივარ ხაზზე და ახლა ის გავედე. მიხარია რომ დაგვიკავშირდით, დიახ. აი ფასად რაც შეეხება. ახლა ხან შეგვიძლია ნახე რომ აფიაკებში აწერია ზოგიერთ სახეობას 30% დაკნებული. და მე მინდა მოგახსენოთ 2 წლის წინანდელი ფასები ვთქვათ მოსკოვში მედიკამენტების ფასები რო იყო ჩვენთან შედარებით 3-ჯერ ნაკლებია. ბევრი მეუბნებოდა ეს ჩამომიტანა, ის ჩამოიტანა საკუთარი თვალის მინახე. მოსკოვში 3-ჯერ ნაკლები იყო, რა შეეხება პროდუქტებს? მე ისევ მოსკოვის ფასებს გეუბნებით. იქ დღეს რუსეთში ყველაზე სიძურა იმ ქალაქში. მოსკოვი ძვირი ქალაქია ეს ცნობილია. აი თქვა სიტყვაზე გზის ნაწარმი სულგუნი ჩვენებური იქ ხირს ბევრად იაფი ვიდრე ჩვენთან საქართველოში. ქართული ნაწარმი? ხილები იმპორტული აი ეგზოტიკური აფრიკიდან ჩამოტანილი აზიიდან ბანანი ბევრად ნაკლები ხირს. დიახ, ვიდრე ჩვენთან. აი რა საინტერესო რომ იქ ნაკლებია. საწვავი ნაკლებია, გასაგებია ჩვენ საწვავი იმპორტზე ვარ დამოკიდებული, მაგრამ სხვათაშორის თქვენ კარგად იცით მე საიდან რეკავ, აქ ბევრად იაფია საწვავი რო იცოდეთ. საქართველოსთან შედარებით. რო იცოდეთ ეს ბევრად ნაკლებია აქ. რა გითხრეს ეს იმ ფაზე, როდესაც მთელი ევროპა სანქციონირებული ყავს რუსეთი და აი ფასების შედარება იქ და აქ. სხვა ევროპა ქვეყნებში ვერ გეცნი რა ამბავია და ეს ზუსტად ვიცი რასაც გეუბნები და კი, მადლობა რომ ეს თქვით, საინტერესო იყო. დიდი მადლობა თქვენ ბატონო, ევროპის ქვეყნებშიც ბევრად უფრო იაფია ფასები საქართველოსთან შედარებით. იქ პენსიები და ხელფასებიც 10-ჯერ და 20-ჯერ მაღალია და ამ ფასებს უმკლავდება ადგილობრივი საზოგადოება. 10 ცენტით რომ მოიმატოს პროდუქტზე ფასი, იქ უკვე აქციებს აწყობენ. ძალიან აქტიური საზოგადოება ჰყავს ევროპის ბევრ ქვეყანას და აქედან გამომდინარე ვერც ბედავენ. და აი რა მოხდა ერთ-ერთ ქვეყანაში ასეთში, ადრეც მოვყევი ეთერში, რომ სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც ფასებს უმატებდა, მოსახლეობამ მის წინააღმდეგ ასეთი რამ მოიფიქრა. ერთი კვირის განმავლობაში არ შედიოდნენ ამ სუპერმარკეტების ქსელში. და ძალიან დიდი ფინანსური დანაკარგი მიაყენეს მას. შვედეთში იყო ეს როგორც მახსოვს. და შემდეგ იძულებული გახდა ის მაღაზია რომ ფასები დაეწია. აი ხალხის და სამოქალაქო აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის. და რა მინდა კიდევ ერთი ვთქვა, ჩვენ ხშირად ვხედავთ ინტერნეტში ვიდეოებს, რომელიც უცხოეთიდან ვრცელდება და ქართული მინერალური წყალი, ქართული ლიმონადი ხომ გადის უცხოურ ქვეყნებში, როგორც ევროპაში, ასევე აზიაში და ბევრგან იყიდება ქართული მინერალური წყალი პოპულარული. და თუ შევადარებთ ფასებს, იქ უფრო იაფი ღირს ქართული წყალი საქართველოსთან წაღებული, ვიდრე ჩვენთან. აი რა უნდა თქვა ამას? ესე იგი შესაძლებელია უფრო იაფად გაყიდვა, მაგრამ აქ ისეთი კლანებია, ისეთი ბიზნეს მაფია პირდაპირ ამ სიტყვას ვიხმარ მაღაზიათა ქსელებში, რომ შეგნებულად უმატებენ ამ ფასებს და ახრჩობენ ადამიანს. კითხვა ასეთი გვაქვს დღეს, რას უპასუხებთ ხელისუფლებას, რომელმაც
თავის საინფორმაციო სიუჟეტებში და პროპაგანდაში არაერთხელ განაცხადა და აი გუშინ კიდევ ერთხელ რომ საქართველოში ფასები ბევრად დაბალია ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებში, ხოლო ჯანდაცვის მინისტრმა თქვა რომ მკვეთრად გაიაფთა საქართველოში მედიკამენტებიო. რას ეტყვით მათ? გისმენთ? ეთერში ხართ, გამარჯობა. გამარჯობა, გენაცვალე. მოგესალმებით. გაუწიეთ ხმა, გამოურთეთ ტელევიზორს. გამარჯობა. ტელევიზორს გამოურთეთ ხმა. ჩაუწევ. გამოურთეთ ბოლომდე დაგელოდებით. მაინტერესებს ახლა ამ ფასების დაკლებაზე კი ვლაპარაკობთ, მაგრამ ამ მედიცინაზე რატო არაფერს არ ვლაპარაკობთ, რომ აი ამდენი ოპერაციები კეთდება, ყოველ მეორეს გულის ოპერაციას უკეთებენ. რა ხდება ესა? ნუ თუ ყველას ჭვარი დაადგება თუ არა, ყველას ოპერაციას უკეთებენ, შუტირებაო და დრენირებაო. ეს რაღა მაფია, ეს გამაგებინეთ. ეკუთვნის, არ ეკუთვნის, კარდიოგრამა კარგია, ყველაფერი კარგია და მაინც ოპერაციაზე გაყავთ და უკეთებენ. აქ რა ხდება? აბა ერთი მიპასუხეთ თქვენ თუ იცით. დიდი მადლობა, არ ვარ ინფორმირებული, ბოდის გიხდით, მოვემზადები და შემდეგ გადაცემებში ვისაუბროთ ამ თემაზე. პირდაპირ ეთერში ვართ, ხელისუფლების არხები ამზადებენ სიუჟეტებს, სადაც საუბარია, რომ ევროპის ქვეყნებში ბევრად უფრო დაბალია ფასები, ვიდრე საქართველოში. თურმე სიიაფეა ქვეყანაში. 3 კილო მანდარინი მოგივათო იმ ფასად, რაც ევროპაში 1 კილო ღირსო. ჯერ ერთი ჩვენ მანდარინის მწარმოებელი ქვეყანა ვართ. მეორე ევროპის ევრო რომ პირდაპირ ლარში გადაიყვანო, ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ ევროპაში ფასები და გადასახადები, ფასები და უпроსორად ხელფასები და პენსიები 20ჯერ, 10ჯერ უფრო მაღალია. თუ გადაყვანა უნდათ ლარის ევროში, მაგალითად 5000 ლარია საშუალოდ ევროპაში პენსია და 370-ია ბატონო საქართველოში. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო. ეთერში ხართ, გისმენთ? როგორ შეიძლება ის ამბავი, რომ აგარე ფასებს იქით და აქეთ. მაგალითად, ესპანეთში ისა პენსია არის 2300 ევრო. ეს გამოდის სადღაც 2300 ევრო. სადღაც 9000 ლარამდე ალბათ? ბატონო? ალბათ 9000 ლარი გამოდის დაახლოებით ეს. დიახ, ბატონო ილია. ხო, კი, გეთანხმები. ხელფასებიც მაღალია. 2300 ესპანეთში. ხო და აგარებ იმას. მე არაც მაგრად არის გაჟღერებული ისენი რა ქვია იმაში ამჩიავში წამლები გაძვირებულია, ხო? უსასაულად. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს მკვეთრად გაიაფთაო. 12 თავი წამალი. და პენსია ახლა ქემა 500 ლარი, მაგრამ 500 ნაგრებ, მაგრამ ის არის რატო მიდის წამლებში ფული. რა უკვე არის მადლობთ. დიდი მადლობა რომ დარეკეთ. ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ, ისე ყოფილიყოს რომ მედიკამენტები საერთოდ არ დაგჭირდეთ არც თქვენ და არც არავის საერთოდ ამ ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ გჭირდება და აი როგორც თქვენ ამბობთ, ფასები მკვეთრად გაიაფებული კი არა, მკვეთრად გაზრდილია. ესპანეთი ახსენეთ ბატონო 2300 ევროა იქ პენსიაო და ამავდროულად ფასები მნიშვნელოვნად დაბალია ესპანეთში. მე დედაქალაქში მადრიდში ვარ ნამყოფი, ერთ-ერთი შედარებით ძვირი ქალაქია ეს ესპანეთში და 15 ევროთ შესაძლებელია ადამიანო 15 ლარად, ანუ შესაძლებელია ადამიანმა იყიდოს პროდუქცია, რომელიც რამდენიმე დღე ეყოფა. თავისუფლად ეყოფა ერთ ადამიანს. და ალბათ საქართველოში 15 ლარად რა პროდუქცია ვიყიდით ჩვენ, რომელიც რამდენიმე დღე გვეყოფა. შეუძლებელია. 5-5-7-88-55-88. აქ აუცილებელია რომ სოფლის მეურნეობის სფერო განვითარდეს, რა თქმა უნდა. და ჩვენი ბოსტნეული გქონდეს და ჩვენი პროდუქცია ვაწარმოოთ და იაფი იყოს და ხელმისაწვდომი შესაბამისად. რასაც საქართველოში ხარისხიან მოსავალს მივიღებთ,
გავაქანებთ ხოლმე უცხოეთში და იქ ვყიდით ცუდს. კარგს უკაცრავად და სამაგიეროდ შემოგვაქვს უხარისხო ცუდი საქონელი სხვა ქვეყნებიდან, რაც გადასაყრელი აქვთ ან დაბალი ხარისხის აქვთ, იმას გვიგზავნიან ჩვენ და ამას ვყიდულობთ უცხოურს და ქართულს მივარბენინებთ გასაყიდად საზღვარგარეთ. აქ ბალანსი უნდა არსებობდეს. თუ დააკმაყოფილებს ქართულ ბაზარს მოსავალი ჩვენი ქვეყნისა, მაშინ დამატებით თუ დარჩა ის გავიტანოთ უნდა და თუ თქვათ არაკმაყოფილებს ქართულ ბაზარს არ უნდა გქონდეთ უფლება რომ ქართული მოსავალი გაიტანონ და გაზიდონ. ზარია ეთერში გისმენთ? ისმის და ერთი რამ მინდა თქვა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ახლახანს განაცხადა რომ მასშტაბური ცვლილებები განხორციელდა სოფლის მეურნეობის სფეროშიო. თუ იგრძენით საზოგადოებამ რამე ბოლო დროს გაუმჯობესება სოფლის მეურნეობის დარგში. ზარია მოგესალმებით. ჭეშმარიტად. უზიას სამარისმეტიდან გამააქცორებს. აიგეთი. ავლობარ ყავს და ძნელად გახაზებელები. თორე ექროს რამე წილო და გამოხეთეთ ლოგიკურებს. პატიჩკენ ჯამხედო პარსონეს. აი ამდენი ამდენი უნდა გალაპარაკო ხალხი, მაგრამ უზიანები არიან და ნელად გამოსაცხოვრებლები. დიდი მადლობა ბოდიში და სადამ სოფელ კარგაძლიეთ და სცენარები გვეწევა. პენსიონერი ვარ ორ ბოდიში და ნების სამალში და კუნჩენატლავის სამალში ახლაკვის. ქალბატონო, მინდა გადავამოწმო თქვენთანაც ფასები მკვეთრად გაიაფებულია მედიკამენტების? თუ პირიქით, როგორ აფასებთ თქვენ? არ არის გაიაფებული უკაცრავად? კეთილი. დიდი მადლობა თქვენ ჯანმრთელობა. გავიგეთ. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. პირადად მე დიდი ხანია მადლობა ღმერთს მედიკამენტები არ შემიძენია, ამიტომ გისვამთ ამ შეკითხვას თქვენ. არის თუ არა მკვეთრად გაიაფებული მედიკამენტები, როგორც ამაში ჯანდაცვის მინისტრი გვარწმუნებს პარლამენტში გამოსვლის დროს, ხოლო სახელმწიფო მედია აკეთებს, ამზადებს სიუჟეტებს, სადაც ამბობს, რომ სპეკულაციები არ ცხრება საქართველოში სხვადასხვა არხებზე, რომ ფასები თურმე მაღალია. სპეკულაციები არისო ეს. და შეადარეს ევროპის და საქართველოს ფასები, ევრო ლარებში გადმოიყვანეს, რაც არასწორია და თქვეს რომ აიო, კი საქართველოში შოკოლადი და ბრინჯიო ბატონო ევროპაზე ძვირი ღირსო, მაგრამ აბა სხვა პროდუქცია ვნახოთო, მაგალითად მანდარინიო და მაგალითად კიდევ ჩამოთვლილი აქვთ ბევრი, კიტრიო. საშუალოდ 3 ლარი ღირს 1 კილოგრამი კიტრიო, აბა სად ნახავენ 1 კილოგრამ კიტრს 3 ლარად, ესეც მინდა ვკითხო სახელმწიფო მედიას. თუ ევროს ლარებში გადმოყვანა უნდათ, მაშინ პენსიაც გადაიყვანონ ევროები ლარებში. მაგალითად, საშუალოდ ევროპაში 1600-1380 ევროა პენსია, რაც 500 ლარია, 5000 ლარია ან 5800 ლარი. და ჩვენთან 370 ლარი, საშუალოდ 400 ლარია პენსია. ზარია გისმენთ? ალო. ეთერში. გისმენთ? მომისმინე გენეცელი. დიახ. ერთი რამ არის საქმე, გადასტარგდები არის მთავრობა. შეო. მეტი არაფერი არ ეშველება. რამეს ხომ არ დაამატებდით, აი ფასები თუ გაიაფთა მედიკამენტების. რა გაიაფთა? პირიქით არ მაგათ აწონდრო გაწოდოს ყველაფერი. ეთილი, მადლობ, დიდი მადლობა. ხშირად თავიანთ თავს ეწინააღმდეგებიან, აი ვიდრე ფასების შემსწავლელი კომისია შეიქმნებოდა, ის იყო 3-4 თვის წინ დაახლოებით, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ ევროპასთან შედარებითო საქართველოში ბევრად მაღალი ფასები გვაქვსო, საქართველოშიო ცუდიაო, ასეთი სიძვირე რომ გვაქვს ქვეყანაშიო, ევროპაში ბევრად იაფეაო და ამიტომ ვქმნით კომისიას, რომელიც შეისწავლის ფასებსო. ახლა ვერაფერი ვერ შეძლო ამ კომისიამ, დასრულდა უკვე აპრილის ბოლო რიცხვია და პროპაგანდა შეცვალეს და პირიქით ამბობენ, რომ ევროპაში უფრო ძვირია თურმე ფასები, რაც არ არის სინამდვილე. ზარია ეთერში გისმენთ? გისმენთ, ეთერში ხართ ბატონო? ტელევიზორს გამოურთეთ ხმა გთხოვთ. ტელევიზორს გამოურთეთ ხმა გთხოვთ.
ბევრი ახალი მაყურებელი და რადიო მსმენელი გვიერთდება ჩვენ და ხშირად უნდა გავიმეოროთ, რომ ტელევიზორს ხმას თუ არ გამოურთავთ, ერთმანეთის საუბარს უბრალოდ ვერ გავიგონებთ. ამიტომ როგორც კი ზარი გამოვა ეკრანზე მითითებულ ნომერზე, გთხოვთ დაუყოვნებლივ სასწრაფოდ გამოურთეთ ხმა ტელევიზორს ან რადიოს. გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? გამარჯობა ტილიკა, გამარჯობა. ჩვენი შეკითხვებით, მაგრამ თქვენ მარტო თქვენი არხია ხალხისკენ, დანარჩენი არ არის. აი ახლა შეგვაწუხეთ, არა. მიყავით შევედი, ყველაფერი გაძირებულია ილია. პენსია არის და სამალი ვიყიდე, რა უნდა ვიყიდო? ვერაფერს ვერ ვიყიდე, პურის გალდა. ეს ისქიმია რა არის ეს რა დაგხვეწოდეს პენსიები და მოცა. არა თქვენი რაც მაინცა. კარგად იყავილია, მოდით რომ ასე ემოციურად გელაპარაკეთ. დიდი მადლობა, რას ამბობთ? მადლობა თქვენ ქალბატონო, მადლობა ზარისთვის. თუ ასეთი სიიაფე გვაქვს, მაშინ ფასების შემსწავლელი კომისია რატომ შექმნეს, რა საჭირო იყო ეს? ასეთი კითხვები ჩნდება და პასუხს მოითხოვს ეს კითხვები. პასუხს ველოდებით აგრეთვე ფასების კომისიისგან. ხომ შეისწავლეს სამი თვე იმუშავეს, რა გააკეთეს? კვლავ ვიმეორებ, რომ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ფასები არ გაძვირებულა ბოლო თვეებშიო თუ ბოლო ერთ თვეშიო. წაგიყვანთ და 10 ლარად 9 კილოგრამ ხორცს გაყიდინებთ და 4 ლარად კვერცხსო. სად იყიდება საქართველოში 1 კილოგრამი ხორცი 20 ლარად, ჩვეულებრივი ხორცი. ახლა მე არ ვამბობ, რომ რაღაც საეჭვო ხორცი ან გაყინული ან რაღაცნაირად ძვლები შეიძლება ღირდეს 8 ლარიც 9 კილო. მაგრამ ჯანსაღ ხორცს 10 ლარად 9 კილოს ვერავინ ვერ იყიდის. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა ილია შვილო. გამარჯობა, მოგესალმებით. აი გისმენთ და იძახით, რომ არჩევნებით უნდა მოვიდეთ ისევო. თავრობა, ჯერეგეთი არ აქვს ეს თავრობა. მეორე ეგეთი. სანამ 28 წლამდე იქნებიან ეგენი. 28 წლის შვილო. ქართველები აღარ დარჩებიან. დარჩებით მარტო მოხუცები და ის ხალხი ვის ფულზე გაიერთება. კაცი შვილი აღარავინ აღარ იქნება ქართველი და იქნებიან არაბები, ინდოელები და ასე შემდეგ. აი მაგათ ხარჯზე მიიღებს მოკალაქეობა იქნებათ მაგრამ მაგათ ხარჯზე მოიგებს არჩევნებს შვილო. ხო, ტყის ვერავის ტყვიას ვერ იმასიზამ რათა ვერ უსულებ, მაგრამ ეძენა უნდა როგორმე გაუშვათ შვილო და ესენი თვითონ გაიქცევიან აქედან. თუ არა და არაფერი არ მეშველება. მე მაგალითად აღარ ამჯამ, აღარ არჩევნების ამსამ. აღარაფერი ყველგან დავდიოდი იქაც კიდე გამოვალ. მაგრამ ეს არის 28 წელს ისევ ესე ვილაპარაკებთ. კი, თუ არ გაბრაზდა ხალხი, ასე იქნება. მაინც არ ბრაზდება რატომ? თუ არ გაბრაზდა, აი დღეს მე ვიყავი ბაზარში, ხალხი აყარეს. და მე უთხარი. აი ახლა გეხავთ და ტყვიად ლაპარაკობთ, რატო არ გამოდიხარ ხალხს, რატო? აი ამას ვამბობ მეც, რომ ყველაფერს ეგუება ხალხის დიდი ნაწილი და სანამ ეს შემგუებლობა გვაქვს, უარესობა იქნება ყოველთვის და თუ უნდა ხალხს ეს შემგუებლობა და იყოს ასე, ჩვენ რას გავხდებით, მაგრამ ცოდვები ვართ, ვინც არ ვეგუებით. არა, რა თქმა უნდა. მაგრამ როგორ უნდა გავყაროთ ეს ხალხი? ამ ხალხმა 80 წლის კაცი ვარ. ან ყოველთვის დამდივარ არჩევნებზე. ხალხში მიტინგიასაც, თქვენ მიტინგზე და სხვა მიტინგზე და ყველგან დამდივარ. მადლობთ ქალბატონო თქვენ ზარისთვის. მოვა მომავალი არჩევნები, იქ რაღაც ახალი პროპაგანდა გაჩნდება. აქამდე ხომ იყო, აბა ომი გინდათო, ჩვენ თუ არაო უფრო ადრე დავით გარეთს დავკარგავთ, ჩვენ თუ არაო უფრო ადრე, ჩვენ თუ არა ნაცები მოდიანო. ეხლა ნაცები აღარ არსებობენ, გარეჯის თემა მიივიწყეს, ომის თემაც აღარ არის აქტუალური. და იტყვიან რაღაც ახალს, კორონავირუსი ბრუნდება მაგალითად ჩვენ თუ არაო, მოიგონებენ რაღაცას,
დაიჯერებს ამას ბევრი, ისეთ საინფორმაციო პროპაგანდას წარმართავენ, ისევ შეეცდებიან რომ მოვიდნენ, მაგრამ უნდა გამოფხიზლდეს საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ყველაფერს ეგუება და იმ შემგუებელი ადამიანების გამო საქართველოში არასრულფასოვანი კვებით ბავშვები გვიკვდება და მოხუცები შიმშილის პირას არიან იმ შემგუებელი ხალხის გამო, რომელსაც არაფრის გაკეთება არ უნდა, არჩევნებზე მისვლაც კი არ უნდა და თუ მიდის, ბოროტ არჩევანს აკეთებს. აი იმ ადამიანების გულისთვის იტანჯება საზოგადოების მეორე ნაწილი და ის ნაწილი უნდა გამოფხიზლდეს, ვინც ამას ხელს უწყობს. ამ ბოროტებას, რაც ახლა გვაქვს ქვეყანაში. ზარია ეთერში, გისმენთ? მოდა ერთი რამე მიგაკეთოთ. დიახ. ვაიხარე, და ნიშნები მათემატიკაში თვითმცემდებზე. თუ ნაციონალიზმის. დიდი მადლობა, არ ისმის არაფერი, მაგრამ მადლობა ზარისთვის. რას უპასუხებთ ხელისუფლებას, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში ფასები ბევრად დაბალია, ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებში, წამლები კი მკვეთრად არის გაიაფებული. ფასების შემსწავლელი კომისიის შექმნამდე პირიქით ამბობდნენ, რომ საქართველოში უფრო სიძვირე არის, ვიდრე ევროპაშიო და ახლა გუშინ სამთავრობო მედიამ გაგვაოცა ისეთი სიუჟეტი მოამზადა. შეადარეს ევროპის და საქართველოს ფასები, ევრო ლარში გადმოიყვანეს და აიო ზოგიერთ პროდუქტს ამბობენ ჩვენთან უფრო იაფიაო. მანდარინი თუ უფრო იაფია მაგალითად საქართველოში ვიდრე ევროპაში და ესეც არ არის სიმართლე 6-7-8 ლარი ღირდა სეზონის დროს კარგი მანდარინი, ესე იგი დიდი ყოფილა ეს პლუსი. როდესაც ძვირფასი მანდარინი მოდის საქართველოში და ბევრ ქვეყანაში არ აქვს ციტრუსის მოსავალი და ვერ იღებენ. იმიტომ რომ არ არის შესაბამისი კლიმატი, ვიცით ეს კარგად. შეგახსენებთ აგრეთვე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას. იაფფასიანი სპეკულაციები თითქოს პენსიონერებს მთელი პენსიის მედიკამენტებში დახარჯვა უწევთ, არასწორია. და ჯანდაცვის მინისტრი აგრეთვე ამბობს, რომ წამლები მკვეთრად არის გაიაფებული საქართველოში. ჩნდება კითხვა, თუ ასეთი სიიაფეა, მაშინ ფასების შემსწავლელი კომისია რა საჭირო იყო, რატომ შექმნეს და რატომ დაიღალნენ და დაიხარჯნენ. აგრეთვე მინდა ვთქვა, რომ ევროპის ქვეყნებში ხელფასები და პენსიები არის ძალიან მაღალი, საშუალოდ 1380 ევროდან 1600 ევრომდეა პენსია, ზოგიერთ ქვეყანაში უფრო მაღალია, ზოგიერთ ქვეყანაში უფრო დაბალია, ცოტათი. და ამას თუ გადავიყვანთ ახლა ჩვენ ლარებში, რადგან სახელმწიფო მედიამ ეს გააკეთა გუშინ, მივიღებთ, რომ საქართველოში გვაქვს 370 ლარი, 400 ლარი საშუალოდ პენსია, ხოლო ევროპის ქვეყნებში 5000-დან 5800 ლარამდეა ეს პენსია. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, თქვენ უსმენთ და უყურებთ ტელერადიო კომპანია ობიექტივს, ეთერში მორიგი ზარია. გისმენთ? გამარჯობა. დიახ, ეთერში ხართ. გამარჯობა, ილია. დიახ. რა მაინტერესებს ის? დიახ. თქვენ არ ჩავთვალეთ. გადამეთავის ხართ ეს. ერთი თუნჩი გადაასწრეთ, გადაასწრეთ გადამეთავდა. რა ხდება მაინტერესებს? ბრძანეთ, რა გაინტერესებთ? ვერ გავიგე კარგად. ობიექტზე. დიახ. მესმის, დიახ. ხოდო გადაირთვება სხვა არხზე მაშინ თქვენ. თავისით გადაირთვება სხვა არხზე? არ ვიცი, ვერაფერს ვერ გპასუხობთ. მადლობა თქვენ ზარისთვის. რაღაცნაირად ასე მოვისმინე, რომ ობიექტივის არხზე რომ გადავრთავო, სხვა არხზე გადადისო, მაშინვეო, ამას ამბობთ? კითხავ საეთერო ჯგუფს, ტექნიკურ ჯგუფს, იქნებ შეისწავლონ თუ ეს ასე ხდება, არ ვიცი, რა შეიძლება დავუკავშიროთ. კვლავ აქტუალურია ფასების თემა. ამ აქტუალურობას სხვათა შორის მოიხსენიებენ როგორც სპეკულაციებია თურმე ფასებთან დაკავშირებით და ზუსტად ობიექტივს გულისხმობენ, როდესაც ამას ამბობენ, რომ სპეკულაციები არ წყდებაო ფასების თემის ირგვლივ. სპეკულაციები, ანუ თუ ის, რომ ადამიანი, ვინც უკვე იხრჩობა ამ ფასებით, ეთერში რეკავს და ამაზე საუბრობს. ზარია ეთერში, გისმენთ? დაიწყეთ საუბარი, ობიექტივი გისმენთ? ილია ისმის შევიხმა გასწრებით. დიახ, მესმის თქვენი ხმა, გამარჯობა. არაფერი არ ეშალება ილია, პენსიონერი კაცი ვარ, იმხელა ძვირია, წამლები, პროდუქცია,
არ გეყოფა მარტო ერთ კაცო როჭამოს არ გეყოფა 1000 ლარი ხოლო ჩვენი სინათლე ცეცხლი გვერდო სულშია საბოლოო გადარჩება უფლის სიყვარულშია გეთანხმებით მადლობა დიდი თქვენ ზარისთვის უფლის სიყვარულშია რა თქმა უნდა გადარჩენა 5-5-7-88 ბატონმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ მასშტაბური ცვლილებები განხორციელდა სოფლის მეურნეობის სფეროში როგორ უპასუხებდით მას იგრძენით რაიმე სასიკეთო ცვლილება მაგალითად გაიაფდა სოფლის მეურნეობის პროდუქცია ან უფრო ხელმისაწვდომი გახდა თუ არა ასეთი ქართული პროდუქცია ხოლო ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან ბრძანა რომ იაფფასიანი სპეკულაციები თითქოს პენსიონერებს მთელი პენსიის მედიკამენტებში დახარჯვა უწევთ არასწორიაო მან აგრეთვე აღნიშნა რომ წამლები მკვეთრადაა გაიაფებული რას უპასუხებდით აგრეთვე ჯანდაცვის მინისტრს ზარია გისმენთ თქვენ ეთერში ხართ შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი კარგით, აი ტელევიზორის ხმა ბრუნდება და ამიტომ თქვენ არ გესმით ჩემი სავარაუდო. თუ გესმით, დაიწყეთ საუბარი და გამოურთეთ ტელევიზორს ხმა. კარგით, ნუ ან ეს შეგნებულად ხდება, ან ხარვეზია, არ ვიცი როგორ ავხსნა ეს ყველაფერი. 5-5-7-88-55-88 არ დაგავიწყდეთ ტელერადიო კომპანია ობიექტივის სოციალური ქსელები, გამოიწერეთ ინტერნეტში, ქართული ასოებით აკრიფეთ ობიექტივი და ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ როგორც Facebook-ში, ასევე YouTube-ზე და სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ვართ ჩვენ წარმოდგენილი. დღეისთვის კი დრო გვეწურება, თუ არის ბოლო ზარი მანიშნეთ და დავასრულოთ. გამარჯობა, დაიწყეთ გთხოვთ. ალო. გისმენთ? გამარჯობა ბატონო. გამარჯობა. დიახ. ძალიან რთული მდგომარეობა. რა ვქნათ არის? დიახ. ჩემო ბატონო, გაიაფდა პროდუქცია წამლები თუ გაძვირდა ბოლო დროს? სასწაულად არის გაძვირებული. სასწაულად. ო. გამოსავალს რაში ხედავთ? გამოსავალს იმაში ვხედავ. ბატონო ილია, რომ ეს მთავრობა არის გადასაგდები. გეთანხმებით მშვიდობიანი გზებით ცვლილებებია საჭირო ამაში გეთანხმებით ნამდვილად. მშვიდობიანად არ გადაძლევა. ჩოფი უნდა გელიყო. არა, ამას მე ვემიჯნები, არ გინდათ ესეთი. ძალიან დიდი მადლობა რომ დარეკეთ, გასაგებია თქვენი პოზიცია. ყოველგვარ ძალადობრივ სცენარს ობიექტივი ემიჯნება. ეს დაღუპავს როგორც ქვეყანას, ასევე ხალხსაც ყოველგვარი ძალადობა. ამიტომ მშვიდობიანი სუფთა ხელებით და სუფთა გულებით ბრძოლას აქვს შედეგი. მსოფლიო ისტორიამ გამოცდილება მოგცა ჩვენ რომ სუფთა ხელით და სუფთა გულით და მშვიდობიან ბრძოლას აქვს მხოლოდ გამოსავალი. სხვა ყველაფერი არის მიუღებელი და ჩვენ ამას ვემიჯნებით მთელი ჩვენი გუნდი. ობიექტივის ეთერში ინტერაქტივი დღეს ამით დასრულებულია. გადაცემას უძღვებოდი ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. მშვიდობიან დღეს გისურვებთ, დარჩით ჩვენთან, წინ გელოდებათ საინტერესო გადაცემები დღის განმავლობაში.